უკვე მეორე დღეა თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა უარყოფითი დინამიკის გარეშეა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრამულ გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ აღლაგებულია, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა და პროტოკოლის გათვალისწინებით. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს. ერთი თვითმკვლელობამდე მიყვანას, მეორე კი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. სწორედ იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ალექს ახვლედიანს წარუდგინა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თვით დაზიანება სწორედ ახვლედიანის სახლში და მისი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს საღამოს საათებიდან თრ სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში თავისი მეგობრის აას სახლში. 7 ივლისს დაახლოებით ღამის 2:10 წუთიდან 2:30-მდე პერიოდში თრ მალულად აიღო აას კუთვნილი გლოკის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც აას დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. შემდეგ ასევე მალულად იტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ბრალის დაზუსტებას ითხოვს ახვლედიანის ადვოკატი. ლალი აფციაური ამტკიცებს, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს იარაღი ეგრეთ წოდებულ кейსში ჰქონდა შენახული და დაუდევრობაზე დავა უსაფუძვლოა. საუბრობს საქმეში არსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებზეც და ამბობს, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი რიჟვაძე კლინიკაში სწორედ ახვლედიანმა წაიყვანა. მასტარების უფლებით აქვს ეს იარაღი, იცით ალბათ ხო? ინახებოდა მის ხელჩანთაში, პირად ხელჩანთაში. დახურულ მდგომარეობაში, ოთახში, ფანჩატური ეძახეთ თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ოთახში იდო და ადამიანი უკაცრავად და გასული იყო ტუალეტში. ეხლა ჩანთით და იმით არავინ არ დადის მოგეხსენებათ ხო? მეგობრების წრეში. აქედან გამომდინარე, ბრალის ამ ფორმულირებას, რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე სამსჯელო თემა გვექნება, როგორც ჩანს, აქ ზარი შემოვიდა, როდესაც ტუალეტშია. მან ხელები დაიბანა და გაითიშა, ზარი რო შემოვიდა, ხელები დაიბანა და მერე უკვე გადაურეკა და რო არ უპასუხა, რახნი, იმიტომ რომ უკვე დასაძინებლად დაიშალნენ ფაქტიურად და რომ არ უპასუხა, შევიდა ოთახში და დახვდა ის რაც დახვდა. ხმა არ გაუგია გასწრული. არა, აბაზანაში იყო. თან რამდენადაც მე ვიცი კამერაში ჩანს, რომ როდესაც აიღო ეს იარაღი და გამოიტანა, შევიდა თორნიკე თავი საძინებელ ოთახში, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი და მიიხურა კარები, მიიკეტა კარები. ეზოდა როგორ გამოდის, როგორ იღებს ხელჩანთიდან, როგორ შეაქვს თავის ოთახში, ეს ყველაფერი ჩანს ვიდეო მასალაში. თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მან თვითმკვლელობას სცადა და თვით დაზიანება გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა.